4000 კი არა, ასე ასობით 1000 ქართველია დასაბრუნებელი საქართველოში. ჩვენ ახლა გვიწყობენ დემოგრაფიულ დივერსიას. საქართველოს ჭირდებათ ქართველების გარეშე. ეს არის ბიზნესა ივანიშვილის პოლიტიკის მთავარი აქცენტი და პრიორიტეტი. ამ ზუსტად ესია იგივე არაბული ინვესტიციებთან მიმართებაში. ეს არაბული ინვესტიციები არის შეფარული რუსული ინვესტიცია. ის რაც ხდებოდა აფხაზეთში, აი აფხაზებიც კი რომ მიხვდნენ რომ პრობლემაა. ეს არის სოჩის მიმდებარედ ჩადებული ინვესტიციის გაგრძელება, რომ შავი ზღვისპირეთის, რუსეთის, აფხაზეთის და საქართველოსი უნდა იყოს რუსებით დასახლებული. ამ პოლიტიკის გაგრძელება, ეს არ არის სწორაობა, ეს არის ის დეკლარირებული პოლიტიკა, რომელიც ფინანსებით იყო უზრუნველყოფილი, რომ არა უკრაინელების ბრძოლა უკვე დიდი ხანია დაწყებული იქნებოდა ამის რეალიზება. ეხლა შეფარულად ცდილობდა ოცნება, რომ ეს ინვესტიციები, ეს რუსული ინვესტიციები მოეპოვებინა იმისთვის, რომ ის ახალი მშენებლობები, ახალი урბანული პროექტები ყოფილიყო რუსული ჩასახლება ძირითადად. აქ საერთო არაფერი არა არაბულ ინტერესთან, ეს არის რუსული ინტერესი, რუსული ესე რომ ვთქვათ პოლიტიკის გაგრძელება, შავი ზღვა, რუსული ზღვა. ეს საუდის არაბეთში და იმაში, ემირატებში? კაი ვირეშმაკ ამ აგვიჭის. ეს რა თქმა უნდა, ეს არის ტერიტორია, სადაც ხდება რუსული ამ ინვესტიციების, რუსულ-ქართული ესე რომ ვთქვათ, ერთობლივი ინვესტიციების დაგეგმარება. ხო, ეხლა უყურეთ, რუსეთი არ არის ქვეყანა, რომელიც ეკონომიკური ინვესტიციებს ადმედებს. ნებისმიერ რუსული ინვესტიცია ეს არის პოლიტიკური ინვესტიცია და შესაბამისად პოლიტიკური ინვესტიციას აქვს პოლიტიკური მიზნები. და საქართველოს კიდევ ერთხელ აქვს ერთ-ერთი მთავარი მიზანი არის საქართველოს შავი ზღვისპირეთი დემოგრაფიულად გახდეს რუსული შავი ზღვისპირეთი. არ გაბოუა